მშვიდობისა. აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ? მე ვარ საშინლად გაბრაზებული. საკუთარ თავზე ამჯერად სხვაზე არავიზე. ორ საკითხზე. ორ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. და ზოგჯერ ძალიან კარგია ეს გაბრაზება. იმისთვის, რომ შემოილაწუნო და ასე მოხვიდე. კონკრეტულ დეტალებზე ამ მომენტში აღგელაპარაკებით, აგელაპარაკებით მოგვიანებით. როცა ორივე ისე კი არ იქნება ეხლაროა, არამედ ისე იქნება მე რომ მომწონს და მინდა. აი ასეთი მშვიდობისა. და საერთოდ ძალიან ისეთი პერიოდი მაქვს ახლა. ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი რამეში მაქვს ესეთი პერიოდი. გაბრაზების, გადაფასების ჭირდება საკუთარი ყოფნა და მუშაობა. ბევრი მუშაობა. აღარ სწორი და არა უაზრო. ამინდა. რომელი? ეგ არ ვიცი და რომ მოვიფიქრებ. მოვთხოვთ. მეტა ვისუღებას ერთი ვიცოდე ჩემი მონსტრი. რადგან ასეთ მოგეწონათ მიკროფონით ხმა, აგერ თქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი, ახაც მიკროფონით ჩავიწერ. ძალიან გამიხარდა, ხა შევედი კომენტარებში სხვადასხვა და ძალიან გამიხარდა. ნახეთ, როცა ჩემებს ნამცხვარი მოსწონთ. ხედავთ რა რაოდენობაა დარჩენილი. კაი. ახლა მოვადგოთ გემრიელი კოფე და ვიჭუკჭუკოთ გემრიელად. მე ვთქვენ. აი ეს მინდა. ამ ბოლო დროს ერთი პრობლემა მაქვს, ამ ყავას ვეყავსო. იმიტომ რომ რაღაცა ძალიან უცნაურის გზაგასაყარზე ვარ. ანუ ერთის მხრივ ვერ ვსვავ ამას სრულიად უშაქროთ. და მეორეს მხრივ შაქრიანის გემო აღარ მომწონს. რა ვქნა? გააკეთე ნაკლები შაქრით. ცოტა მოაკელი და ესე გააკეთე. ვაიმედე. რა ქნა და ასე. აი, მე თვითონ ვუპასუხეთ ჩემს თავს. მზიაბებომ თქვა, რომ შევხვდით, რამდენჯერ მიფიქრია რამეს რო კითხულობ, რომ შემეძლოს ნეტავ ამ წუთასვე უპასუხო. და მართლა რა კარგი იქნებოდა მაგის შესაძლებლობა, რომ იყოს ხოლმე რამდენჯერ არის ხოლმე, რომ რაღაცა მინდა, რაღაცის კითხვა მინდა და სანამ მე დავწერ და სანამ თქვენ ნახავთ და სანამ მიპასუხებთ, მე უკვე გაკეთებული მექნება ეს რაღაცა. ხო და აი მაგის საშუალება ნაკლებად არის ხოლმე. ხო. მაშინ ლაივინე ჩართო. ეგეთი რამე თუ გინდა. იმავ წუთიერად. აი ესე.
Tut. Shall avadugos ახალის გემრიელი კოფე. და მე მივირთოთ, აქ არის ისა. ვაიმე, რამდენია? ეს არ მოეწონათ ეთქობა. ხორციანი საჭმელი. ძალიან მომინატრა. აიმე ბოსტნეული. იცით რა მინდა? ახალი კომპოსტო რო შემოვიდა. აი ეგ მინდა. კიტრი, ახალი კომპოსტო, ერთად დაჭრილი, მარილით და ზეითუნის ზეთით და მწვანილით. აი ეგ რამე მომინატრა კი არა, აი ეგ მინდა ზუსტად. ეს ვიღები. ხო. აი ასე და ამოიყვანოთ. რა მინდოდა გოგოებო მეკითხა, იცით რაზე ვფიქრობ? აი აქ რო გავაკეთებინო, აი ესე აქედან, აი აქამდე ეგრეთ წოდებული სტალეშნიცა. ქვემოთ აი აქ ორი თარო რო კონდეს, აქაც ამის ქვეშაც, აი იქამდე რა. და აქ კარგი ხარისხის მომწონს რო არის ესენი, ორი ცალი. რა დამიჯდება თქვენი აზრით? იმიტომ რომ ესეც მინდა, მაგრამ ერთად ვერ გავქაჩა მაგებს. ხო და ჯერ ეს რო გავაკეთო, თან ნახეთ ბევრი რამე გარეთ მიყრია, აქ შევალაგებდი და თან არ მაქონმე ადგილი, რომ მივდგე, მოვდგე რამე გემრიელად გავაკეთო და თან თქვენს კარგად ხედავდეთ და აქ ეგ გამოვა. ხო და უნდა მივიდე ერთი საბაში და გავიგო რა ჯდება ეგ სიამოვნება. ეხლა მაგალითად აქ ხო არის ესენი, ნახე, გარეცხილია და მშრალია, აი ეს მთელი ჭურჭელი. იქ როგორც კი წყალს მოხსნი, ესენი ყველაფერი სველდება და ისევ ახალ გარეცხილს ემგონება. ხო და ვაიმე, კინაღამ გადმომივიდა ეს. ხო და ეგეთი რაღაცა რო არ მოხდეს. მინდა რომ მივიღო ზომები. ჩემი გამომცხვარი, გემრიელი, ნამცხვარი. ესე იგი, რატო ვარ ესეთი მსუნაგი? აი, არ ვიცი, ვინ ხართ ესე დაწერეთ. ორი ცალი ხო გავჭერი. აი, ორად გავჭერი ეს. რომელიც უფრო დიდი იყო, ის ავიღე. ხო შეიძლება რომელიც პატარა იყო, ის აიღო. არა, დიდი რომელიც არის, ის ავიღე. გოგოები ხო არიან, ძალიან ბევრი გოგო ვიცი, რომელიც აი ყოველთვის პატარას აიღებს, ყოველთვის ნაკლებს აიღებს და ამას აკეთებენ სპეციალურად. მე რატო არ ვარ ეგრე? აბა მითხარით ერთი. გეთაყვანეთ. აი ეს ერთი ციცქნა 40 გრამია ხალხანა. ტელეფონით მოვიტანოთ. მოვიდეთ. ნასკი კი არ მაცვია ფეხზე. გამეყინა ფეხი და ნასკი არ მაცვია. ჩავიწოთ ნასკი აგერ მაქვს. და წავიღოთ ტელეფონით აგერ მაქვს. და პონით აგერ მყავს. ესე იგი მე საბოლოოდ მივხვდი ერთ რაღაცას. კერძოდ იმას მივხვდი, რომ აუცილებლად მე არ მიყვარს ზედმეტი ლაგება. ხო და მინდა კიდე რომ დავალაგო და დალაგებული მქონდეს სახლი. ხო და პირველი ამისთვის რა შეიძლება გავაკეთო? ეს არის და ეს იქნება ის, რომ ყველაფერი ზედმეტი მოვიშორო.
ტანსაცმელი, ნივთი, აი ყველაფერი, ნუ ხევა სათამაშოებს არ შევეხები, რადგან ბავშვია და მისია, დანარჩენი ყველაფერი, კარი მოუხურო. აბსოლუტურად ყველაფერი. სრულიად. ხო. და ეს მინდა რომ გავაკეთო. თორე უამრავი ნივთები, ეს დასტენი ყოფილა. უამრავი ნივთები გვაქვს და ამას შევაერთებ. ვერაცოდეს დაალაგებ. უბრალოდ სულ დაალაგებაში იქნება, რომ უამრავი ნივთი გაქვს და ძალიან სუდი რაღაც არის, ეგ მე თუ მკითხავ. რა მინდოდა? რა მინდოდა რომ მე თქვა? ესე იგი. ხო, ესე იგი. თეკომ მომწერა. მე რომ გავუწია არხზე რეკომენდაცია. და ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა და თან მითხრა რომ მომემატაო გამომწერებით ძალიან მიხარია. ესე იგი მე რა არ მინახავს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში. просто რა არ მინახავს, აღარ ჩამოვთვლი თქვენს კარგად იცით ყველაფერი. ამასთან დაკავშირებით. და ანუ არასდროს არ ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ადამიანს, რომელსაც ეს რამე გაუკეთე, მადლობა ეთქვას. ანუ გულისხმობ გულწრფელი, მომემატა გამომწერები და როგორ გამახარა, ეს მე გავაკეთებდი. და ასევე ახლა თეკოს ჩემთვის არაფერი არ უთხოვია, მე რო ვნახე, მე თვითონ ძალიან მომინდა, იმიტომ რომ ვიცნობ ამ ადამიანს, ასე თუ ისე შორიდან ვიცნობ. და ვიცი როგორი ადამიანია, ვიცი, ანუ ეს პატარა ცნობა საკმარისია ჩემთვის იმისთვის, რომ მე მისი სული ვიცი როგორი. და მე თვითონ მინდოდა, რომ თქვენთვის მეთქვა, აბსოლუტურად არაფრისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანს მიეცეს мотиваცია, იმიტომ რომ დასაწყისში мотиваციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხო და ხო შეიძლება ადამიანები ყოფილან, რომ ისეთი პოზა ეჭირათ, რომ ჩემთან უნდოდათ, მე ვუყვარდი, ჩემთან მეგობრობა უნდოდათ, ან პირიქით ვზულდი, ან ასე შემდეგ და ყველას უნდოდა რაღაცა, რომ ჩემი მაყურებლები, როცა საწყისში იყო, მასთანაც მისულიყო. მაგრამ არასდროს არავის არ უთქვამს ეს პირდაპირ. ანუ ჩემთვის რა ეთქვა ადამიანს, რომ ნინი, მე შენ გიყურებ, გიცნობ, სიმპათია მაქვს და ძალიან მინდა დამეხმარო დასაწყისში, რომ უბრალოდ ადამიანმა დამინახოთ. ადამიანები როგორ არიან იცი, ვისაც არ უნდა გაუწირო რეკომენდაცია, თუ არ მოეწონათ, იქ არ დარჩებიან. მაგრამ რომ მივლენ და ნახავენ, ეს უკვე ძალიან დიდი რაღაცა არის. ხო და ეს მისვლა და ნახვა არის მნიშვნელოვანი და ძალიან გთხოვ, ეს მინდა და დამეხმარე. ეს რა ეთქვა ადამიანს. რა თქმა უნდა ისეც რომელთან შევიდოდი ვნახავდი და რაღაცა მეც მომეწონებოდა, ახლა თუ სრულიად არ მომეწონებოდა და რაღაცა არ ვიზავდი ხო მაგას, მაგრამ ახლა ეგ ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რას უნდა აკეთებდეს ადამიანს, რომ არ იცნობ და შეხვალ და დაინახო და არ მოგეწონოს, ხო? ესეთი რაღაცა სინამდვილე. თუნდაც ამ ადამიანმა ახლა მადლობა რომ გადამიხადა. რაღაცნაირად ისე გამიხარდა, ისე მე სიამოვნა და ახლა აღნიშნე, რომ ეს რომ რაო დედა? სონიკია? ვაიმე? Red shoes. წითელი ფეხსაცმელები აქვს? Darbies. ჩქარა დარბის, სონიკი. Wow. გახბთოვან და როგორ მიყვარს ამის აღბთოვანები. ადამიანებს ძალიან უჭირთ ხოლმე იმის თქმა, რომ შენ დამეხმარე და შენ დამსახურებით მე გავაკეთე ეს მივიღე. რა თქმა უნდა,
საკუთარი მცდელობის გარეშე ადამიანი ვერასდროს ვერაფერს ვერ მიიღებს და ცხადია. მაგრამ იმ პატარა დახმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე. არის მომენტები, როცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ადამიანები ამას ვერ ხედავენ. და მე ყოველთვის ეს ძალიან ცუდად მომიბრუნდა. ძალიან ცუდად და ჩემთვის დამაზიანებლად და მე გადავწყვიტე, რომ ამას აღარ გავაკეთებდი და მე ამაზე მაყრიდნენ კიდე ნაგავს ძალიან ბევრი ადამიანები. თუმცა მე არ მაინტერესებს, ეგ იმ ადამიანებს ეხება, ვისაც სულთვის ნაგავის ყრა უყვართ და არა მე. და ეხლა, აი ამ ჩემი ძალიან დიდი დეპრესიული გადაფასების შემდეგ, აი ამ საკითხსაც გადავფასდი, გადამიფასდა შეხედულება და ესე ვფიქრობ. ადამიანები ხო, სონიკი ახატია. მამას მაიკაზე სონიკი ახატია. ანუ ესე რაღაცნაირად რომ მოვლენ და ლინკს ჩააგდებენ, რაღაცა მოვლენ და ბინძურად თავს გაირეკლამებენ, მასეც არა. მაგრამ არც ასოს ვშლიდი და არ ბლოკავდი, თუ ძალიან არ გადამჭამდნენ თავს, იყო ხოლმე რომ ადამიანი ყოველ ვიდეოში 5 კომენტარს ტოვებდა, რომ ჩემთან წამოდით და ეგეც დავბლოკავ კიდევაც. მაგრამ ადამიანი, რომელიც მე ვნახავ და მომეწონება, აუცილებლად გავუწევ რეკომენდაციას და არ დაველოდები სრულად არაფერს. რაც უნდა მე ჩემზე ისი ლაპარაკოს, რაც უნდა ისი ფიქროს, კიდე იყოს მადლიერი, კიდე არ იყოს, მე ამას გავაკეთებ უბრალოდ ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. როცა მოლოდინი გაქვს რომ რაღაცა ადამიანს, ანუ დაგიფასოს კი არა. უბრალოდ გულწრფელი მაინც იყოს და აფერისტულად არ გამოგიყენოს, ხო? მე გულით ტკივა. და ეგ მოლოდინი მე აღარ მაქვს. არანაირი მოლოდინი აღარ მაქვს. და თუ თვითონ ადამიანი დააფასებს, მაშინ ძალიან გამიხარდება, როგორც ახლა გამიხარდა. თუ არა და it's okay. Yes. სად არის? აი ესე ნახეთ, ახლა არის არც მწარე, არც ტკბილი. მწარე არ მომწონს, ტკბილიც არ მომწონს. არა. მწარეს ვერ ვსვავ და ტკბილი არ მომწონს. ია. შემოვედი და ეს ამხდა რა კარგია მიკროფონით რომ საუბრობ ტკბილო. მეორე მარიამ. ნინი ლამაზო როგორ მომწონს მიკროფონით კარგი ხმა და აი თქვენ დამსახურება გოგოებო. უახლესი ეს ორი კომენტარი დამხდა. რა ხა მე ეს მიკროფონი გავიკეთე. ანუ სახში თითქოს ისეაც ისმის ხოლმე ხმა, მაგრამ ესე მაინც უსხვა, ხო? სოფო, მეც ამერიკაში ვარ. იხაროს მაგ ქალბატონმა თქვენი გახარებთ. ის ძალიან საყვარელი ქალბატონია, რა საყვარელი ქალიაო. user სახელი არ მიჩანს. მაცივრის კარები დახურე. აი, სხვათა შორის აქეთ ვიყავი. რაღაცას ვაკეთებდი და აი გეფიცები ყველაფერს. ხო გავიხედა ეს მაცივრის კარი იყო ღია და მე შემიძლია ვიარო რაღაცა ვაკეთო, ეგ კარი ღია მქონდეს. ვიცი რომ გაბუჭდება ამ შემდეგ ისე შემდეგ, მაგრამ და ღია ეგ კარი. ხო და გეფიცები ჩამესმა თქვენი ხმა. აი შანსი არის ხოლმე რომ ეს მაცივარი ღია მქონდეს და რამდენიმე კომენტარი მაინც არ დაიწეროს ეგეთი. ხო და ეს ავდექი და დავხურე ეგ კარი და თან მეცნებოდა გულში. და ვფიქრობდი რომ ეს თქვენს გამო ვხურა მაცივრის კარს, აი კომენტარი დამხვდა. აბა რა გაი. ირმა შეგერგო ჩემო ძვირფასებო. როგორ მიყვარხარ ირმანე დაიცოდე. როგორ მომწონს მიკროფონით ხმა კარგი მოსასმენია. აი კიდე. ხე ეს არ მიჩანს ამის სახელი. ბავშვი საყვარელი ბავშვი რო უხატია. ზოგი სახელი ჩანს, ზოგი სახელი არ ჩანს. ლელუ რა საყვარელი ქალბატონიაო. მანა ნინი ანდრია ევა საყვარლები. გუში რომ ვიყავით გარეთ იმაზე. საბა რატომ არ დადიხარ სოფელში დედამთილთან? წავალთ.
იცი, მინდა ხოლმე რომ ესეთ კომენტარებს უპასუხო ხოლმე, უხეშად, იმიტომ რომ არ არის ადამიანის საქმე ეგეთი რაღაცეები, მაგრამ თავ შევიკავებ უხეშად პასუხისგან და უბრალოდ ვიტყვი რომ წავალთ და რატომ ჩემმა მაყურებელმა ასე თუ ისე იცის რაღაცეები და დეტალებში არ ვაპირებ შესვლას. გვანცა ნინი ლაივი კიდევ მინდა. მარიამ ვეცდები რომ ჩავრთო. ნინი ლამაზო ნამცხვარი ხაჭო, ეხა გავაკეთე, ძალიან გემრიელია, ძალიან მიყვარს. ისე უხდება რომ მეტი არ შეიძლება. აი ეს გოგო მიყვარს კიდე ძალიან, აი მარიამი. ესეც იღებს ვლოგებს და ძალიან გემრიელად აკეთებს. ძალიან კაი ხელი აქვს. აი ხო არ გამისინჯია. პროსტა რო ამზადებს ადამიანი უკვე ვიცი ის გემრიელად აკეთებს თუ არა და ესე შორიდან რო დამინახავს ადამიანი ანუ რომ იყურებია თუნდაც აი ბლოგერობაზე არ ვიცი რეალურ ცხოვრებას. შავი ცხვირი აქვს? ცხოვრებაში რომ იყურებია რომ ადამიანი ამზადებს საკვებს. უკვე ვიცი ხომ ის საჭმელი გემრიელი იქნება თუ არა და ყოველთვის ეგრეა ხოლმე. ვერ აღდე? ხო და არასდროს არ ვცდები ხოლმე. აი ხო არიან ადამიანები რომ ყველაფერი გაუკეთებენ ამ საჭმელს, მაგრამ მაინც უგემურია. ან აი ადამიანი რომ შეხედა ყველაფერი კაი აქვს, მაგრამ მაინც არ არის ლამაზი. ანუ იმიტომ რომ ტიპია რაღაცნაირი. არ ქონიათ? მე სულ მაქვს ხომ ეგეთი რაღაცები. როგორი სილამაზეა ნინი, როგორ ახლოს ვარ და ნამყოფი არ ვარ. ზღვის მონუმენტთან ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ აუცილებლად ვნახავ ახლოდანო. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწონება. აუცილებლად ნახე. აი, სულ სამშვიდებს ისეთია. ძალიან კაი გოგოა ეს გოგო, აი ძალიან მომწონს. ციცი რა სილამაზე აღმერთო. ვერცხები ყურებით ღმერთმა გაგახაროთ ასეთი სილამაზებს, რომ გვიზიარებთ მონუსხოლი ვარ ყველაფრის ყურებით. ვაიმე დიდი მადლობა ციცი ჩემო საყვარელო. აი, ხო არაფერი არ არის ახლა ეს, ხო? მაგრამ როგორ გული მithბება აი ამ სიტუაციაზე. ვიგულისხმე ხო არაფერი ისეთი არ გამიგეთებია თქო. მაგრამ ასე რომ მითხრა ადამიანმა და ასე დაინახა გული გამithბა. ციცი როგორ გიხდება ჩემო ლამაზო ევა შლაპა თოჯინას გავხარ მშვიდობაში ბედნიერებაში გაგეცვითას მადლობა ძვირფასო ირინა ევუ ბონი ევასი ჩემო ჭიამაია როგორ ხარ ირინა ამდენი ხანი აღარ დამინახი ხარ ნინი მშვიდობაში ტკბილ ევიტოს როგორი საყვარელი ქალბატონია ვიცი როგორ უხერხულში ჩავარდი მეც მომსვლია მსგავსი ხო ანუ მე იცით რა მაქვს ხოლმე პოზნის აჟიგანია ანუ რაღაცა სიტუაციაში რომ მოხდები ხოლმე მოცებ ძალიან მიჭირს ხოლმე სწორად მოქცევა მოდი ესე ვთქვათ აი მე რო ვიფიქრებ რა კარგი იქნებოდა რომ ესე მექნა ან ესე ყოფილა კიდე რომ ვიღაცა რაღაცა ძალიან უტაქტო საზიზღრობას რო გეტყვის ანუ ამ ადამიანს თუ ვიცნობ ვერასდროს ვერ პასუხობდი ხოლმე ადრე იყო ეს ვერასდროს ვერ პასუხობდი ხოლმე საკადრისად ანუ რაღაცას ვუპასუხებდი და მე რო ბრაზობდი ჩემ თავზე ხო შეიძლება რომ საკადრისად გაგეცა პასუხი რა იბლუყუნე რა საჭიროა ეს მორიდება და ეგეთი რაღაცები ხო და ჩემ თავზე ბრაზობდი ხოლმე რა და ეგ ნელ-ნელა დავძლია და გამოვასწორე მაგრამ აი ეს არ ვიცოდი რა მექნა კიდე კაი გავყევი თორე მე საერთოდ არ მივიდოდი ეგეთი ტიპი ვარ მე ანუ ძალიან მიჭირს ახალ ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლა თან წარმოიდგინეთ ხა იმ ადამიანს როგორ ეწყინებოდა არა ამ შემთხვევაში ალბათ მივიდოდი იმიტომ რომ
როცა იქიდან ამ ხელაგზაზე ადამიანი შენთვის, შენი შვილისთვის, ანუ შენთვის ჩამოიტანს რაღაცას. და შენ არც კი მიხვალ ძალიან რაღაც უცდელობა გამოდის, მაგრამ ვიძახი რომ რაღაცნაირია რა, როგორ გითხრათ. მიჭირს ხოლმე აი ადამიანს. ესე მისვლა. შეიძლება უთხრა რა მე მოვალ და მე მივალ 10 საუკუნის მერე ან საერთოდ არ მივალ. არ გინდა? ეს ის გამომართ თუ არ გინდა რა. ზონი სალამი ძვირფასო. ნინ ბერლოგის ტაფებია ძალიან მაგარი, ვაფშე ვიცი რომელი ფირმაა. ძალიან ძვირი ხوارა. ხა ესენიაც მქონდა მე უმაღლესი ხარისხი არ იყო, ნუ კაი საშუალო რა. 1-3 წელია ხომ აქ. მანანა ნინი სოდით კარგად იხეხება ჩაიჭიკები. კი, სოდით ძალიან კარგად იხეხება. ან ჩადი ან ანდი კაცო. ჩასლავდა და ესე თან ვერ ბედავდა ჩახტომა. მიცდია კი, მაგრამ ეზარება ხო. მშვიდობაში ევას ძალიან მოუხდა ქუდი საყვარელი ევა. ნონა, ნინი როგორი საყვარელი ქალბატონი, აღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ქალბატონები. ევიტოს როგორ უხდება სიყვარული. აბა ერთი დაწერეთ თქვენი აზრით, ქალბატონი მზია რამდენი წლის არის? Რამდენი წლის არის ქალბატონი მზია თქვენი აზრით? ეხლა რატო გეკითხებით? მე სულ სხვა ასაკის მეგონა. აბსოლუტურად. გავოგნდი ასაკი რო გავიგე. მანანა. კარგი დღე მოგცეთ ნინი, ესეც ნახე. რო დაფიქრდე. რამხელა დალოცვა არის ამ სიტყვებში, ხო? კარგი დღე მოგცეთ ღმერთმა ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა შენი საყვარელი ადამიანი დღეს ისევ კარგად იყოს და რაღაცა ცუდი არაფერი არ შეგემთხვეს. წარმოიდგინე რამხელა დალოცვა. ლელო, ნინი ბედნიერი დღე ძვირფასო. მეც მიყვარს ნიმ ჭადი. კვერცხს და რძეს ვუკეთებ ფუმფულა და გემრიელი გამომდის. აი ძალიან მიყვარს მე სხვისი გაკეთებული ფუმფულა მჭადები. აი მადორო აკეთებს. ანუ იცით როგორია? ჭადს და ალადიკ შორის არის. რაღაც აი სხვა სამყარო, რაღაც სხვანაირი რაღაც მოტკბო რაღაცნაირი აი არ ვიცი პირში დნება და თან როგორი იცი ჯამ და კიდე გინდა რომ ჭამო. ხო და თან მომწონს ეგენი, მაგრამ მე ჩემი გაკეთებული მიყვარს ხმიადი ჭადი. აი ესეთი ჩვეულებრივი არც მინერალურით არანაირად ფუმფულა, ხმელი, მაგარი, არა გულში რა თქმა უნდა ძალიან თხელებს არ ვაკეთებ. იმიტომ რომ ის მე ძალიან ხმელი გამოდის ხოლმე. აი ესეთი ჭადები მიყვარს. რაო ფისო? რაო დედიკო, რაო? მე აი ეს არის სიტკბო და სიყვარული ხალხო. კეთი, ხუციშვილი. სალამი კეთი, მიყვარს შენი კომენტარები. ღომი ყველაფერთან ძალიან გემრიელია, საცივთან, ლობიოსთან, შემწვარ ხორცთან, პომიდორის საწებელთან, ყველთან. მერწყეთა მერსოპირი. ჭადი ყველთან რა თქმა უნდა, ჭადი ძალიან უხდება გულხვით საბას ცადე. ხო, ეხლა თუ თემას შეეხე შენ. ესე იგი, საცივთან ძალიან გემრიელია, ასევე მიჭამია ხარჩოსთან და ძალიან გემრიელია. ლობიოსთან არასდროს არ მიჭამია და ერთხელ უნდა გავაკეთო და ვცადო და გავსინჯო, აბა როგორ მომეწონება? შემწვარ ხორცთან და თევზთანაც ჭამენ და მე არ მიჭამია. აი რატომღაც ეგ ვერ წარმოვიდგენია ხორცთან და თევზთან. ნუ საწებელთან ზღაპარია. ხო. მჭადი ყველთან და ტყემალთან და ასევე ძალიან უხდება იმას. მჭადი ძალიან უხდება ნიგზიანებს. საერთოდ ბადრიჯანს ნიგზიანს. მე რო გავაკეთე სტაფილოს ნიგზიანს, ხოთი შეიძლება ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ არავინ არ
ჭამა ხალხო. ანუ ერთი დღე ანდრიამ ჭამა, ჩვენ დიდებმა ვჭამეთ თითოთებში, თორნიკემ საერთოდ არ გასინჯა და დარჩა მე ლიამ შეჭამა ნიგუზიანია და ხო არ გავაფუჭებ და всё. მე როგორი კატეგორია ვარ იცით ადამიანები, ერთ დღეს რო რაღაცას შევჭამ, მეორე დღეს მე მაგის ჭამელი აღარ ვარ. მე როგორ ზის რა საყვარელია ეს გიჟდები ნახე რა ბოთესახია. შტერი. ეს ღაბაბი არავის არ უხდება, მარტო ამას უხდება. მეჭამებზე. ძალიან მიყვარს ქეთი შენი კომენტარები, იმიტომ გამეცინა რომ ეგრე ვთქვი რომ გამახსენდა თავიდან. რა ორთა ბრძოლები გქონდა ხოლმე მე და შენ და რაღაცა გაგრჩებნაირი. არ ვიცი რა რაღაცა და ძალიან მიყვარხარ. ლიკა, სალამი ძვირფასო. მოგესალმები ნინი, ზუსტად მე ვარ ის ადამიანი, რომელიც გადავიდა თბილისიდან სოფელში საცხოვრებლად. მაგრამ ჩვენი სამსახური, სკოლა და ბაღი არის თბილისში. და დავდივართ ყოველ დღე 40 წუთი თბილისში და 40 წუთი უკან. მაგრამ ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ჩვენს ცხოვრებაში. და ეს გავაკეთეთ პანდემიის დროს. ყველაფერი რომ ჩაიკეთა და იყო გაუსაძლისი ქალაქში გაჩერება. ავაშენ სახლი ქალაქ გარეთ. და მე ეხლა ვიცი რომ სოფლიოში რამე მსგავსი თუ მოხდეს, მე ვიცხოვრებ მშვიდად და სტრესის გარეშე სოფელში. კი, ბევრი საქმეა აქ, ბოსტანი მაქვს, ყვავილებიც და ძაღლებიც. ოჯახი, სამსახური, ბევრი ჰობი, მაგრამ როცა ქალაქის აუცაურიდან აქ მოვდივარ, იმ წამშივე მშვიდები და არაფერი არ მაწუხებს, არც დაღლა, არც ბევრი საქმე. ყოველდღიურ რუტინას კიდე ისევ ანაწილებ, რომ არ მომბესდეს. ეს ძალიან დიდი რამეა. უნარი. მაგრამ მეც არ მიყვარს და რაც შეეხება სხვა ქალაქს, ბათუმი არის კარგი ადგილი საცხოვრებლად, თან ბავშვები რომ გყავს, 6 თვე გავატარეთ იქ და ძალიან კარგია, მაგრამ საკუთარი ბინის გარეშე რთულია. ამიტომ ვისაც გული სოფელში ეძახის, არაფერი საშიში არ არის. მეც ვიღებ ვიდეოებს და ვყვები აქ ცხოვრებაზე, წარმატებები, თეკოსაც, კარგი გოგოა, ვიცნობ. ლიკა. ლიკა ვიცი მეც, გეცოდინებათ თქვენც. გადადით ვიც არიცით, ნახეთ ძალიან საყვარელი, ძალიან კარგი გოგოა. ხო, ეხლა რაც შეეხება ქალაქის და სოფლის თემას, აი ბევრი არაფერი მე არ ვიცით და ჩემზე. მაგრამ ლიას აქ ეგ ნათქვამი ჩემთვის, რომ ესე ამბობდაო, რომ შენო ქალაქშიც კარგი იქნები და სოფელშიცო. და მეცო. მაგრამ არიანო ადამიანებიო, რომლებიცო ან მარტო ქალაქში არიან კარგად, ან მარტო სოფელში. ხო და ეხა მე რა დავასკვენი? ძალიან მომწონს სოფელი. ძალიან მინდოდა რაღაც პერიოდი იყო, ძალიან მინდოდა სოფელში გადასვლა. მაგრამ და ძალიან კარგად ვარ ხოლმე, როცა ვარ სოფელში, აი მათოსთან რო ჩავდივარ. აწკარიალებულ, აპიწყინებულია ყველაფერი და აი ერთი სიამოვნება იქ ყოფნა და დროის გატარება. მაგრამ როგორც კი მე თავს წარმოვიდგენ იქ დიასახლისად. ეგრევე ყველაფრის სურვილი მეკარგება. ანუ ცხოვრების იქ. თუმცა ძალიან ბევრჯერ მიფიქრია რომ დავბერდები, მინდა სოფელში ვიცხოვრო. არ ვიცი ვიცხოვრებ თუ არა, ხა მერთო ყველა ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. ყველა დაგვაბერე. ლიზა კესტაურის ვიდეო ნახე ადრე. უკვე რო გარდაიცვალა მე ვნახე, რაღაცას ისვავდა სახეზე და ესო კაიაო. კანი მალე არ დაბერდებაო და ვაიმე გული გამისკდა. მე რო ეგ ვიდეო ვნახე, გოგო უკვე არ იყო ცოცხალი. ამიტომ სულ როცა ვფიქრობ ხოლმე, რომ დავბერდები ეს და ის და მე ვფიქრობ ხოლმე, რომ ღმერთო დამაბერე. ყველა ჩვენგანი დააბერე ღმერთო. მეეცი ამისი ფუფუნება რომ დაბერდეს. ხო და პონჩკა რატო ხარ ეგეთი საყვარელი?
ხო. და არ ვიცი რომ დავბერდები თუ დავბერდები მაშინაც შევძლებ თუ არა სოფელში ცხოვრებას რატომ? მე მინდა სადაც ჩემი შვილები იქნებიან იქ ახლოს ვიყო. ანუ ჩემთვის თავარი არ არის ადგილები. მე მივხვდი მაგას. ჩემთვის თავარი არ არის ადგილები. აი ეს სახლი. ყველაზე მეტად მომწონს სადაც გიოდეს მე მიცხოვრე და ყველაზე მეტად არის ახლოს ჩემს სულთან. ზუსტად იმიტომ რომ ეს აერთიანებს ქალაქსაც და სოფელსაც. ანუ ენერგეტიკა არის როგორც სოფელში. აქ მამალი ყივის, აქ რაღაცნაირი ეზოა მანქანების ხმა არის მის ეს მაღალჭერიანი, აი ესეთი ფართია რაღაცა ის სოფლის სახლებში როა ხოლმე და გახვალ და კიკვიჭის პარკი და დიანი, ახლოს მეტრო, ყველაფერი და აი ძალიან მომწონს. და ენერგეტიკულად ძალიან კარგად ვარ. ხო. მაგრამ მე მივხვდი ერთ რაღაცას, რომ ჩემთვის სახლი არის იქ, სადაც არიან ის ადამიანები, რომლებიც მიყვარს. აი რო აღარ იყვნენ ის ადამიანები, მე ვინც მიყვარს. მე სახლი აღარ მექნება. და ასევე, მე რო წავიდე სადმე სხვაგან, სხვა ქვეყანაში, სადაც მექნება სასახლეები, რომც გქონდეს სასახლეები, თუ იქ არ იქნებიან ჩემი საყვარელი ადამიანები, მე მაინც არ მექნება იქ სახლი. ეხლა რაც შეეხება ქალაქს და სოფელს ისევ დაუბრუნდეთ. ანუ მე როგორი ადამიანი ვარ, ჩემთვის ყველაზე მთავარი არის, რომ მე ვიყო თავისუფალი. აი ესე გავკრა ფეხი და გავქრე ვიზახი არ ამ ქვეყნიდან, არამედ დღეს ვარ თბილისში, ხვალ ვიყო ბათუმში. აი ხა მაგალითად ევა პატარაა და მე მინდა ძალიან ბევრი რაღაცა ეგეთი, მაგრამ მე ამას არ დავტოვებ, სანამ პატარა 7 წლამდე, სანამ მე ვარ 7 წლის არ გახდება. 2 ღამითაც კი არ დავტოვებ მარტო. ღმერთმა დამიფაროს თუ რამე საჭიროება არ გახდა. ანუ აი ესე უბრალოდ მე რომ მინდა იმის გამო. 7 წლის რო გახდება, მე უკვე შესაძლებელია თან წაიყვანო. თუ არ ენდობა დატოვებ, თუ ენდობა თან წაიყვან, ხო? ანუ მე მინდა რომ ვიყო თავისუფალი. მე რო სოფელში ვიცხოვრო, ზუსტად ვიცი. მეყოლება რა ვიცი, რამდენიმე ძაღლი. რიკასაც მე მგონი რამდენიმე ძაღლი ყავს, ესე მახსოვს. მეყოლება რამდენიმე ძაღლი, მეყოლება რამდენიმე კატა, იმიტომ რომ ყველა უპატრონო კატას ვაჭმევ და ყველა მოვაჭენთან. აუცილებლად მეყოლება ქათმები, აი ძროხა და ღორი არ ვიცი. იმიტომ რომ შეხება რასოს არ მქონია, მაგრამ სოფელში რო ჩავდივარ, უკვეთნი ხოლმე ცხვირზე პატარა ხხვევებს. ძალიან მიყვარად. მაგრამ მე იმათ ვეღარ შევჭამ. ხორციეზე რომ მიყვარს, რა მიშველია. ანუ არ მინდა რომ ამაზე ვიყო მიბმული. და ასევე აი ჩვენ ლაგოდეხში ქონდა 600 კვადრატი ეზო. მე ზუსტად ვიცი რამდენს მუშაობ 600 კვადრატი ეზო ვაფშე არაფერი არაა. საერთოდ არა დიდი. რამდენს მუშაობდა ბებია ჩემი იმ ეზოში? აუც მე არ მინდა ეგ. მე არ მინდა, ანუ მე მინდა რომ ესე ვიჯდე, ვიკითხო. ანუ ან მსოფლიო შევიცნო იმით რომ ბევრი ვიარო აქეთ იქით. ან მსოფლიო შევიცნო იმით რომ რაღაცას ვუყურო, რაღაცას ავიკითხო, რაღაც ანუ და იქ რომ მიხელა ეზო გაქვს, ხო? რომელსაც მოვლა ჭირდება. ანუ არ მინდა რომ ისედაც ძალიან ბევრი დრო ძალიან მეშლება ნერვები. უნდა ვიყიდო აუცილებლად ეს ჭურჭურის საერწყი მანქანებით, რომ იმდენი დრო მიაყალხო. აი ესეთ პატარა რაღაცებში იმდენი დრო იხარჯება. ადრე სულ ამბობდი, რომ დიდი სახლი არ მინდა მეთქი, იმიტომ რომ პაპა ჩემი ამბობდა სხვათა შორის. ამასო რო გაიზრდებაო, არ უნდაო დიდი სახლიო. იმიტომ რომ ჩვენ მეზობელში გქონდა 18 ოთახიანი სახლი. სასწაულად მოწყობილი და იმიტომ რომ მერეო მაგ სახლით მოსამსახურე უნდა იყოს. არ მესმოდა რას ამბობდა მაშინ. მერე გავიგე ხა ჩემი ოთახის დალაგება რომ ეზარება ხოლმე. მერე გავიგე. ანუ ადამიანებმა არ უნდა უარყოთ ის თუ როგორები ვართ ჩვენ. მე არ მიყვარს ეგ ყველაფერი.
მე ვარ ცხენზე მჯდომარე, თავგადასავლებში თავით გადამვარდნელი, ცხოვრებაში მოგზაური, თუომია მეომარი, ასეთი ქალი ვარ. არ ვარ მე ქალი, რომელიც გამოქვაბულში რჩება და სიმყუდროვეს ქმნის. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგ ქალებს. ძალიან დიდ პატივს. თქვენ არ იფიქროთ, რომ მე ვიღაცას პატივს არ ვცემ, ან ვიღაცას ვაუფასებ. ის ქალები, ძალიან ბევრი ის ქალები, ვინც არიან შესანიშნავი დიასახლისი, ზოგჯერ აგრესიით არიან ხოლმე განწყობილი ჩემნაირი ადამიანი, ჩემნაირი ქალის მიმართ. მაგრამ მე არასდროს არ ვარ ხოლმე, ყველა არა რა თქმა უნდა, მაგრამ მე არასდროს არ ვარ ხოლმე აგრესიით განწყობილი. ვიცით რატო? ჩვენ ყველამ უნდა ვაღიაროთ ჩვენ ძლიერი და სუსტი მხარეები და ჩვენ ყველამ უნდა ვაკეთოთ ის, რაც ჩვენია. და ასე საერთო საქმე უფრო წინ წავა. ანუ მე თუ ვიცხოვრებ ქალაქში, მე თუ ვიმოგზაურებ, ბევრს შევიცნობ, ბევრს შევიგრძნობ და ამას გავაზიარებ, ხო? ეს ძალიან ბევრ ადამიანს мотивაციას მისცემს და დაეხმარება. ესე იგი, მე ტყუილად არ ვიცხოვრებ, ხო? კიდე შეიძლება მილიონი რაღაც გავაკეთო. აი, ბიზნესის გაკეთებაც არის რაღაცაები, რაც დიდი ხანია მინდა, მაგრამ ერთადერთი მიზეზი რატომაც არ ვაკეთებ ის არის, რომ ანუ, ჩემს ფული არა мотивაციის წყარო, უბრალოდ მინდა რომ გავაკეთო ის, რაც მინდა რომ გავაკეთო, მაგრამ რატო არ ვაკეთებ? არ მინდა სადმე რამეზე მიბმული ვიყო. ხვდებით? აი, ძაღლი ხო ძალიან მინდოდა. იმიტომ მოვიყვანეს პატარა ძაღლი, რომ პატარა ძაღლის ასე თუ ისე გადაადგილება და მოგზაურობა უფრო ადვილია ვიდრე დიდი. ბავშვი, აი მიჭირს ძალიან პატარა როა და აი იცი რა არის? კი, ბევრი ამბობს რომ ვაიმე, მე ბავშვთან ერთად ქვეყანა შემოვიარე, ასე კი, მაგრამ ბავშვები სხვადასხვანაირები არიან. ევა არის ბავშვი, იგას გავს მაგაში, რომელსაც მოსწონს იყოს თავის გარემოში, იყოს თავის სახლში, რომელსაც ძალიან დიდი სტრესია, მაგალითად რომ მე წავიდე გავატარო ერთ დღეში 160 კილომეტრი, მე ისევ გამოვატარო ეს 160 კილომეტრი. კი, ჩემთან იქ ამარა დაიღლება, დაიტანჯება და მეც ვერ ვისიამოვნებ. ხო და აქედან გამომდინარე მე ბავშვს ვითვალისწინებ, ბავშვს ხელს ვუწყობ, მანამ სანამ მასე სჭირდება და მე უკვე ჩემ გზაზე წავალ. ხო და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრობენ სოფელში და ვისთვისაც ეს არის სულიერი მოწოდება და ძახილი და სიმშვიდე, ვგიჟდებოდი მე ბლანკთან რომ მივდიოდი იქ. ისეთი გარემო იყო. იქ კასპი. ისეთი ხედები იყო. აი არ ვიცი პროსტა რა ვგიჟდებოდი ისე მომწონდა. იქაც დაახლოებით ეგრე იყო 40 წუთი თბილისთან. თუმცა აი ეგეც არის რომ ერთ პერიოდში მეც არ მინდო თიანეთი და ეგეთი ადგილებს განვიხილავდი, იმიტომ რომ თიანეთში არის სასწაული მიწა. სასწაული აი ვაშლები, ახსათი ვაშლები მოდის. და მინდოდა მეც, მაგრამ მე ფიზიკურად იმდან სუსტი ადამიანი ვარ, რომ აი რუსთავში რო ცხოვრობდით ჩვენ. თავიდან კოტის რო გავყევით, ორივე ხო სტუდენტები ვიყავით, რუსთავში ცხოვრობთ, რუსთავიდან. დავდიოდით თბილისში. ბონი, მიკროფონზე არ დადოცხვი. და ისე ვიღლებოდი. წასვლა, წამოსვლა და გოგო. ადამიანად აღარ ვარ კოტი ხალხო. მაგიტო გადმოვეცი მე თბილისში. ანუ მივეჩვეოდი რა თქმა უნდა, მიჩვევაზეა ყველაფერი. ახლა მე ლაგოდეხში ვცხოვრობდი და ტრანსპორტით არასოდეს არ მიმგზავრია ლაგოდეხი ისეთი პატარაა, რომ ნებისმიერ წერტილში ფეხით მიხვალ და მოხვალ. მაგრამ აი იქ არ ვიცი. ძალიან ვიღლებოდი, თბილისშიც ვიღლებოდი თავიდან. აი თბილისშიც რო დავდიოდი ტრანსპორტით, ეგეც ძალიან ვიღლებოდი, იმიტომ რომ მიჩვეული არ ვიყავი. პირველი წელი ხო ელენეს ავცხოვრობდი, ელენეს ბებიასთან და დეიდასთან პეკინზე. მერე რუსთავში ვცხოვრობდი. და ანუ ის პეკინზეც რო ვიყავი და იქიდან დავდიოდი, ეგეც თავს ტკენდა და მღლიდა. ანუ დაცაბულობის თავის ტკივილი იყო მე მგონი. და მე რუსთავში ძალიან ვიღლებოდი, აი ძალიან. ხო, როცა შენი მანქანა ყავს და დადიხარ, მაგ შემთხვევაში უფრო ადვილია, მაგრამ მაინც რთულია. ანუ მაინც რთულია. ხო. თუმცა თუ ეს შენი სულიერი სიმშვიდეა, იგივე მაგალითად ბლანკს როგორც ქონდა იქაურობა სათავისოდ და რაღაცა, ანუ საოცარია მაგას რო ნახულობ და აი ძალიან გინდა რომ გასხლტე დასვენების დღეებში და მიხვიდე და შენც იქ იყო. მაგრამ ეს ძალიან დიდი პლუსია, როცა თბილისთან ახლოს არის.
ძალიან დიდი. მაგრამ აი თუ 3 საათი, 5 საათი დაშორებითაა თბილისთან, მაშინ ძალიან ძნელია. ბათუმში მე მაგალითად საერთოდ არ მჭირდება კერძო სახლი. ბინაში შესანიშნავად ვიცხოვრდი ბათუმში, აი როგორც თბილისში. შესანიშნავად თან მით უმეტეს იქ ზღვა არის და აი ეს დამემატებოდა რომ ზღვა არის. უბრალოდ ისევ და ისევ ის არის რომ ბათუმში საერთოდ არავინ ჩემიანი არ არის. პლიუს კიდე ბებია, ბაბუა, თორნიკე და ანდრეას ბიძა ყველა აქ ყავთ. და პლიუს აქ სწავლობენ, აქ ისწავლიან და ასე შემდეგ და შესაბამისად არაფერზე არ ვფიქრობ. მერეც რო დაოჯახდებიან ჩემ შვილებს ერთმნიშვნელოვნად ქალაქში მოწონთ ცხოვრება, დიდებს. ევაზე ჯერ არ ვიცი. ალბათ იმიტომ რომ აქ არიან გაზრდილები და საერთოდ ესენი იქნებიან, მეც იქ ვიქნები ახლოს. ეგ ვიცი. ხო. მეტი ჯერ არაფერი არ ვიცი. ანუ მე საერთოდ იცი როგორ ვფიქრობ, რომ ცხოვრებას უნდა მივყვეთ. სადაც დაგვიყვანს, იქ უნდა გავყვეთ. ძალიან ძნელია. მაგრამ აი რაც კი რაღაცა მნიშვნელოვანი დამიგეგმია, აი ფერ გამოსულა. Yes. ნონია, უი. ნონი ჭამს. ვინი ნონი მიდირა? დედას არ უყვარს, ვაიმე, ცოდოა. ახლა და ასე რომ ვინც სად არის სულიერად კარგად იქ უნდა იყოს, მე ძალიან მომწონს. და მე რამდენიმე წლის წინ მეგონა, რომ ეს იქნებოდა სოფელი, მინდოდა. მოსკოვის გამზირზე რო ვიყავი, მქონდა ამაზე კიდევაც ვიდეო. მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ჩემი საცხობილი ადგილი აქ არის. თუმცა ისევ და ისევ აქ არის სახლი, სადაც დავბრუნდები, მაგრამ მე მაგალითად ჩემი შვილები რო გაიზრდებიან და ყველა თავის ცხოვრებით იცხოვრებს, მე შეიძლება ხან აქ ვიცხოვრო, ხან იქ, მე ეგ მიყვარს. მე არ მიყვარს ერთფეროვნება. მე არ მიყვარს ერთი და იგივე. ახლა თუ ჩემ ცხოვრებას შეხედავ, ალბათ იფიქრებ, რომ სულ ერთი და იგივეთი ცხოვრობო, მაგრამ ეგ იმიტომ ვცხოვრობ ასე, რომ ბავშვები პატარები არიან. ნუ ესენი სწავლობენ, ანუ რაღაცა ერთ ადგილას ყოფნა საჭიროა. მაგრამ ეს მე მკლავს და მღრღნის ერთ ადგილას ყოფნა. ანუ ჩემი არ არის. ჩემი არის აი დახკარი ფეხი მოიარეს სამყარო და მე ისევ დაბრუნდი სახლში. ხო. წარმატებები გოგოებო. ხო. ნატო, როგორი ლამაზი ხარ. როგორი ლამაზი ხარ, ფერია გოგო, მოგიხდა ვარდის ფერები, გაიხაროს ქალბატონმა მზიამ ჯანმრთელობას უსურვებო. მადლობა ძირფასო. თეკო, ესე იგი ჩემთან ყოფილხარ ნინ, მან ცხოვრობ მე წლებია სვეტებთან ახლოს, როგორ გამიხარ და მაგადგიების თანახვა, მომნატრებია მან დაურობა. მადლობა რომ შენი ვლოგის საშუალებით მაინც ვნახე, ჩემი თემქა ბედნიერი დღეს საყვარელო, კარგ დღეს გისურვებ ჩემო ძვირფასო და ჩემო საყვარელო გოგონა. ხო და მოკლედ ასე ჩემო კარგებო. ნინო დვალი ევიჭუნას მშვიდობაში ქალბატონი მზია საჩუქრები როგორ გაუხარდებოდა და მოუხდებოდა ფერია ევაც, ხო, ძალიან გაუხარდა ძალიან. ზოია დალოცოს უფალმა, ვისაც ელემენტარული სხვისი გახარება შეუძლია და უნდა, აი გულით რო უნდა ადამიანს სხვა გაახაროს, უბრალოდ აი ეს ადამიანი არის მდიდარი ადამიანი, ის სულით მდიდარი ადამიანი, ვისაც უნდა რომ სხვა ადამიანი გაახაროს და ამითი თვითონაც იღებს სიამოვნებას, მით უმეტეს რომ ახლა კი, მით უმეტეს რომ არაფერს არ მოელის და აი მართლა ისეთი გაკეთებულია, რომ აი ქვაზე დადე გაიარე. როგორი საყვარელი ქალბატონია ევა მშვიდობაშიო, რა მაგარია ევიტუნა გიხდება ძალიან. ისაო ამერიკაში საერთოდ ბავშვს არ მოგაფერებინებენო და არც არაფერს რომ ისწეო, ანუ არა ამის უფლებას არ მოგცემენ და იქ ჩვენთან ახლო ცხოვრობენ, მგონი არაბები თქვა და იმათ ბავშვებს ჩემთან შემყავსო, კამფეტებს ვაძლევ ხოლმე და გადავრიეო.
რიკოშეთმენ თბილის გაცდილა სილამაზე მერე ნახეო. თბილის გავცდი და ვნახე, მაგრამ თბილისშიც არის სილამაზე, ესე რატო აუფასურებ? ირინა, მანდ ვიყავით შარშან მე და ჩემი ბიჭები, საოცარი სილამაზეა, უდიდესი რამ დაგვიტოვა. ზურა წერეთელმა, რომელიც ეხლახანს გარდაიცვალა. მანდ ეკლესიაც არის, მაშინ დაკეტილი იყო, შიგნით ხატები სულ მინანქარში არის გაკეთებულიო, მიყვარს ჩემი საქართველო. ეხლაც დაკეტილი იყო, მე მგონი ეკლესია. მე ეგრე დავინახე თითქოს. ხათო. ესე იგი მართლაც სილამაზეა ნინი ამ ძეგლის მონტაჟზე და სხვადასხვა სამუშაოებზე ჩემი ქმარი, მაზლი და მამამთილი მუშაობდნენ და ყოველთვის მახარებს ამ ადგილის სტუმრობა. რა სიტყვაა. რო იცი რომ ასეთ რაღაცაში შენ საყვარელი ადამიანების ხელი ურევია. ზოია მხიარული დღე გადასარევი ადგილებია, საოცარი სილამაზებია, ბედნიერი მშვიდობიანი დღე ნინიო. მადლობა ძვირფასო. ნინი მოგწონს ლამაზი ადგილები, აუცილებლად სხვა ქვეყანას უნდა ნახო, მანანა ვაიმე ძალიან მინდა. უზომოდ მინდა. ლელა, იქ ამ ზეპირად იცის გზები, ქუჩები, რა კარგად გიხსნის, მთელი ვიდეო ისე გიყურებდი, დაძაბული, მალადაც მალე ითვისებ, რასაც გეუბნება, რა კარგები ხართ, მიყვარს თქვენი ყურებაო. ხო, იქა ხა პროფესიონალია უკვე და ისეთი გზები იცის, მე რაც არასდროს მინახავს და ძალიან კაია, სხვა შორის ნახეთ როგორ მასწავლებელი მყავს. მეც უნდა ვისწავლო და შეიძლება რომ არ ვისწავლო, ვაიმე, ჩემი პატარა ღაღალი, ჩემი. რა გინდადე? ვერ გავიგე. მოკლედ, ასეთი იყო დილის ვლოგი, ჩემო და კარგებო, მიყვარხართ ძალიან, გკოცნით და დროებით. ვაიმე. დროები გემშვიდობებით. დალაიქეთ ვიდეო. ცოტა ლაიქები აქვს ხომ ამ ბოლო დროს ვიდეოებზე, please, დამანახეთ თქვენი თითების ემოციები. ოღონდ ეს თითები.